მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-ზე და 5-ზე. ჩვენ მაუწყებლობთ რადიო სივრციდან, გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ვაგრძელებთ მესამე სეზონს შუადღის პოლიტიკის, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ პარლამენტის შესახებ, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს შესრულდა 1 წელი მას შემდეგ, რაც ავირჩიეთ მე-11 მოწვევის პარლამენტი, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ და დღეს ჩვენი სტუმარია ნინო წილოსანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მიმდინარე საკითხებზე გავლენ 1 წელიწადზე სწორედ მასთან ვილაპარაკებთ. საინტერესოა ის რაღაცნაირად ამ არჩევნებმა, რომელიც ოქტომბერს ჩატარდა, თითქოს იქცა ერთგვარ დანამატად თუ გაგრძელებად თუ ინტენსაციად იმისა, რაც მოხდა 26 ოქტომბერს, ხო, იმიტომ რომ მას შემდეგ წარმოქმნილმა ამ პოლიტიკურმა კრიზისმა თუ ტურბულენციამ თუ პროტესტმა თუ ათასნაირი სახელი შეიძლება დავარქვათ, გააჩნია საიდან შევხედავთ ჩვენ ამ ყველაფერს, გარკვეულად ისევ გააჩინა რაღაც კითხვის ნიშნები და ამ არჩევნებმა ეს ყველაფერი დახურა. ამიტომ ეს 1 წელი იყო ძალიან საინტერესო. უპრეცედენტო იყო იმით, რომ ძალიან ლოგიკურად დასრულდა შარშან საპარლამენტო არჩევნები. ერთის მხრივ ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა უმრავლესობა, რაც ბოლო წლების პოლიტიკის კვალობაზე იყო ძალიან ლოგიკური, მან მიიღო ხმათა ნახევარზე მეტი და მეორეს მხრივ თითქოს თლიან პოლიტიკურ ველზე დაალაგდა ისეთი სურათი, როგორადაც რამდენიმე წლის წინ ადამიანები თვლიდნენ, რომ ეს იყო ყველაზე კარგი კონფიგურაცია, რომ არ ყოფილიყო აი ორ პარტიას შორის გაყოფილი ძალაუფლება, ხო, როგორც 10 წელია მანამდე და არამედ ბევრი სხვა პარტიაც ყოფილიყო და 4 ოპოზიციური პარტია მოხვდა პარლამენტში. შემდეგ გამოაცხადეს მათ ბოიკოტი, მიღებული 2/5 ხმების უბრალოდ გადაყარეს და შევიდნენ აბსოლუტურად შეიყვანეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში თავისი ბოიკოტის მხრივ და ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი. ბევრი თქვი, ესე 99 ხმით და რაც თავარია, გათვლა იყო ისიც, რომ ეს რამ არ ყოფილა, ხო, ეს პრეცედენტი, რომ აი ამდენი ადამიანი არ შევიდა და აი პარლამენტი ალბათ ჩამოიშლება, ვერ შეძლებს და ერთმა წელმა გაიარა და ჩვენ ვნახეთ, რომ ამან არ შექმნა არანაირი განსხვავება, პირიქით, ბევრად ეფექტური გახდა საქმიანობა. იმ მხრივ, რომ სინქრონში ხელისუფლება სხვადასხვა შტოები, საპარლამენტო და აღმასრულებელი სინქრონში აგრძელებენ იმ საქმიანობას, რასაც ქვია ქვეყნის მართვა, მისი განვითარება და მთელი რიგი ფუნდამენტური პოლიტიკების. ანუ პირველ რიგში დავიწყოთ ეს 1 წელი როგორ შეიძლება რომ შევაფასოთ. თქვენი გადმოსახედიდან, აი რაც გავიარეთ. მოგესალმებით გურამ, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მე გურული მოუთმენლობით ასე ვთქვათ, ჩავერიე შენს მონოლოგში. ამიტომ უფრო თავისუფალი სტილის შეხვედრა გვაქვს, ამიტომ თავს მივეცი უფლება. თუმცა ბევრი საინტერესო აქცენტი გააკეთე და შევეცდები, რომ რაღაც ჩემს პასუხში ყველა მოვიცვა. რა თქმა უნდა, 1 წელი იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან და მე არ მინდა რომ ჩავიციკლოთ ამ რაღაცა ვიწრო დროის პერიოდში, რაც თუნდაც ვთქვათ უახლოესი 4-5 წელიწადია, ან ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, არამედ რაღაც უფრო ფართოდ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საკვანძო მომენტი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ეხლა თავისი პრინციპული გადაწყვეტილებით და შეგვიძლია რომ ცოტა უფრო გავაფართოვოთ ჩვენი თვალსაჩინო და რაღაცნაირად ზუმაუთი გავაკეთოთ დროის ჭრილში. საქართველო ხშირად მდგარა იმ არჩევანის წინაშე, რომ სხვა უფრო ძლიერ ძალას, უფრო ძლიერ იმპერიებს იმ მომენტში შესძლოა წარმატებულსაც, მოგებულსაც, გამარჯვებულსაც კონდეს სურვილი, რომ საქართველო იმ დიდი შემადგენლობის, ან რაღაც იმ დიდი იდეის და კონცეფციის ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით, რომ ყოფილიყავით გამორჩეული, ინდივიდუალური და სუვერენული. ფაქტია, რომ მთელი ჩვენი ისტორია სწორედ ამ გმირობის და ამ მუდმივი, ასე ვთქვათ, ეგზისტენციური გადაწყვეტილების პროცესია, ამიტომ 26 ოქტომბერს, როდესაც ქართულმა ხალხმა იმ უპრეცედენტო და წარმოუდგენლად დიდი ზეწოლის ფონზე, რომელიც გარედან თუ შიგნიდან მომდინარეობდა, გააკეთა პრინციპული და ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო ინარჩუნებს თავის, ასე ვთქვათ, იმ ფუნდამენტს, რაზე დგას ენა, მამული, სარწმუნოება და არა როგორც ნინო ლომჯარიებს უნდოდათ ენა, მამული, ერთობა, სარწმუნოების ამოგდება ამ, ასე ვთქვათ, სამეულიდან და რა თქმა უნდა, მიიღო ასევე
პრინციპული და ეგზისტენციური გადაწყვეტილება, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვიზების გაუქმების მიუხედავად, გარედან ამ ხელა ზეწოლის მიუხედავად, იმ შესაძლო რისკების მიუხედავად, რომელსაც ყველა ვათვითცნობიერებდით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ქვეყანა იყოს სუვერენული, ამ ქვეყანას მართავდეს ხალხი დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, ჰქონდეს დემოკრატია და არა აგენტოკრატია და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები განაპირობებდა უკვე ყველა შემდგომ პერიოდს და ჩვენც როგორც ხალხის არჩეულ ხელისუფალს და პარლამენტის წევრებსაც ძალიან გაგვიადვილდა შემდგომი ნაბიჯები, როდესაც უკან ყავს ამხელა ძალა და 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნების მობილიზებული ამომრჩეველი თითქმის იდენტური იყო 2012 წლის არჩევნებისა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ არანაკლებ პრინციპული და არანაკლებ ეგზისტენციური არჩევანის წინაშე იდგა ქართული ხალხი. ხო, 2012 წელს საინტერესოა შედარება, იმიტომ რომ გავიდა 12-13 წელიწადი ამასობაში ახალი თაობები იზრდება, მოსახლეობა იცვლება და ეს მხარდაჭერა მაინც იგივენაირია, იმიტომ რომ ერთგვარად შეიცვალა ფრონტის ხაზი, ხო, თუ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მიდიოდა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირება და მუდმივი რევანშისტული მცდელობა, რაღაცა რაც არ იცვლება, ეს არის ყოველ ჯერზე 10 არჩევნები ჩატარდა 2012 წლის ჩათვლით დღემდე. და ეს არის ყოველ ჯერზე იმის მტკიცება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, რომ არალეგიტიმურია და ასე შემდეგ, სხვა ფორმით. ყოველ ჯერზე ეს მცდელობა ვარდებოდა და რაც თავარია მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს, რომ ანუ თუ მეუბნები რომ რაღაცა მგელი იძახი და სად არის ეს მგელი? არ არის. სად არის გაყალბების ესე ვთქვათ მტკიცებულება და არ არის. ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გაირკვა და გამოიხადა ის, რომ ეს მხარდაჭერა არსებობს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო გარეჩარევა. ერთადერთი მიზნით, რომ აქ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. აი, რა შეიძლება უკავშირდებოდეს, ანუ როგორ შეიძლება ეს დავინახოთ. ანუ იყო ადრე, რომ აი თქვენ რაღაცას გვაბრალებთ. და შემდეგ პროცესი ამას აჩვენებს ხოლმე რა. აი ახლანდელმა პროცესმა განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ ზუსტად ერთ თვის განმავლობაში ამას ეს 2020-შიც ვნახეთ, მაგრამ იქ პარლამენტის შეკრების დღეს მაინც აღიარეს, რომ არა ჩვენ შეგვეშალა დათვლაში და თორმე არჩევნები სწორად ჩატარდა. ეხლა პარლამენტის შეკრების დღესაც არ აღიარეს, რომ იქ არაფერი არ გაყალბებულა. ანუ ჩვენ გვესმის, რომ ადგილობრივი, მოდი ესე ვთქვათ, სასარგებლო იდიოტები აბსოლუტურად საჭიროა იმისათვის, რომ აი ეს რაღაცა საგამზირეთ ხალხი გაიყვანო, წინა ფლანგზე იყვნენ, მაგრამ ეს ხალხიც ხო უნდა ხვდებოდეს, ვიღაცა იყენებს თუ არ იყენებს, ან პასუხისგებლობა რომ მისია, თუ რაღაცას ბოიკოტს გამოუცხადეს ამ პროცესში შევა, ეს მის კისერზე გადაივლის, უნდა გარედან იყოს ეს ჩამოწოდებული. თუმცა მეორე მხრიდან გარეწამქესებლობასაც რა თქმა უნდა თავისი მნიშვნელობა აქვს. ანუ ეს როგორ შეიძლება ჩვენ ავწონ-დავწონოთ, შევადაროთ, ხედავთ თუ არა იმაზე მეტ გარეჩარევას კონკრეტული სცენარის განსავითარებლად და რატომ? ესე იგი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იმდენად დავიწროვდა საზღვრები და გეოგრაფია იმდენად უკვე აღარ ნიშნავს. ფაქტობრივად, რაც ჩვენს მიმართ ხდება, შეიძლება იმის რაღაცა დიდი ვერსია არის, რაც 2012 წლამდე საქართველოში ხდებოდა. ანუ ადგილობრივი ლოკალური ნაცები უცბად გაფართოვდნენ თავისი მასშტაბით და რეალურად ეს ნიღაბი ჩამოიხსნა ყველა ძალამ, რომელიც ადგილზე თუ საზღვარგარეთ მოქმედებს და უცბად ეს ყველა გაერთიანდა და დაირაზმა საქართველოს წინააღმდეგ. გულწრფელად გითხრა, აი ამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამიმწაბდა შეგრძნება, რომ მართლაც დემოკრატიის, როგორც მმართველობის პრინციპის სერიოზული ცვლილება, ანუ shifting-ი უნდათ გაეკეთებინათ და ეს ცვლილება უნდა მომხდარიყო გავლენიანი ჯგუფების მხრიდან ქვეყნების მართვის კუთხით. მე ძალიან ხშირად მონაწილეობდი სხვადასხვა საზღვარგარეთ ფორმატებში და გაეროს ერთ-ერთი და არა ერთი რამდენიმე ფორმატის ხილვისას უკვე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როდესაც ხელისუფალს უსმენდნენ ქვეყნების ხელისუფლებებს და მთავრობის წარმომადგენლებს, მაგრამ მათთვის ამ მთავრობის წარმომადგენლის მოსმენა იყო მეორეხარისხოვანი და რეალური რეპორტი და რეალური ასე ვთქვათ ამბის მიმტანი ამ პლატფორმებზე იყო NGO სექტორი. ფაქტიურად მთელი ამ სტრატეგიით, რაც მათ ჰქონდათ დამუშავებული, ქვეყნებში, მსგავსად საქართველოსი, მათ ჰქონდათ ალტერნატიული ხელისუფლებების შექმნილი.
იქ იყო გარემოს დაცვის მიმართულებით, სასამართლოს მიმართულებით, იურისპრუდენციის მიმართულებით, ეკონომიკის, ასე შემდეგ, მათი NGO, ასე ვთქვათ, სისტემა, რომელთაც უნდა ჩაინაცვლებინათ ხელისუფლებები და ჩვენ ვიხილეთ ეკაგიგაურები და საიას ხელმძღვანელები და ასე შემდეგ, როდესაც პარლამენტის წინ იდგნენ და გვეუბნებოდნენ, რომ თურმე მათ უნდა გაუკეთონ ფორმირება ალტერნატიულ მთავრობას და რეალურად ისინი უნდა ყოფილიყვნენ ხელისუფლება და არა ხელისუფალი, რომელიც აერჩია ხალხმა. ეს პროცესი იმდენად მძაფრად მიემართებოდა უკვე ამ ცვლილებისკენ, რომ ან ქვეყანას და სახელმწიფოს უნდა დაეყენებინა პრინციპულად საკითხი, რომ ეს არის კლასიკური გაგებით დემოკრატია და სუვერენული სახელმწიფო, ან ბოლომდე იყო გადაშვებული იმ რაღაც გარე ძალების მართვაში, რომელშიც სამწუხაროდ არ მინდა კონკრეტული ქვეყნების დასახელება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება იმ საომარი პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც არის, თუმცა ამ ქვეყანაში საუბედუროდ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს იქაური მაცხოვრებელი. სრულად ჩაკეტეს ომის რეალობაში, სადაც გაუქმებული არის როგორც პოლიტიკური პარტიები, როგორც არჩევნები, როგორც მედია საშუალებები და თურმე ეს ქვეყანა აჩვენებს დემოკრატიის უმაღლეს ხარისხს. აი ეს ძალიან კარგად გვაჩვენებს, როგორი ფატალური შედეგი შეიძლება მოყოლოდა თუ დროულად არ გამოფხიზლდებოდით და არ ამოვიღებდით ხმას ამ ყოველფრის წინააღმდეგ. ეხლა საინტერესო საკითხი გაიხსენეთ, როდესაც ზუსტად ომის დაწყების შემდეგ იყო, რომ აი საქართველოს რაღაცა ან საკმარისად მხარე არ აირჩია, ჩვენ რაღაცას ვაკლებთ უკრაინასთან სოლიდარობის თუ დახმარების კუთხით, რატომ არ უზრუნველყოფთ, რომ ჩარტერით მოხალისეები გაიგზავნონ და ეს ყველაფერი გვახსოვს, ეს ხო მომხდარი ისტორია. სხვათა შორის, ეგრე გუშინდელიც აღარ ახსოვთ ხოლმე, ეხლა როცა ჭირდებათ პოლიტიკურ რიტორიკაში, გუშინდელ მომხდარსაც არ გაიხსენებთ. თითქოს არც 4 ოქტომბერი ყოფილა, არც პრეზიდენტის შტურმი ყოფილა. ანუ რაღაცები რო ხდება, მედია ახერხებს, რომელიც უკვე შერწყმულია პოლიტიკასთან, რომ ეს უბრალოდ მიაჩვენოს, არ შემჩნევა. ნუ თითქოს ეს ყველაფერი არ ყოფილა რა. ანუ თვეების მანძილზე მაგალითად გადატრიალება, აჯანყება და რევოლუცია იყო დაანონსებული, თავის კულმინაციას მიაღწია და არა, ეხლა ეს ყველაფერი ისე გავაგრძელოთ, თითქოს არაფერი. სხვა შორის იქ თავის დროზე ლენინმა გააკეთა, მას ვიხსენებ ხოლმე რა, ყოველ ჯერზე, როცა ჩაუვარდებოდა ხოლმე გადატრიალება, მე თითქოს არაფერი არ მომხდარა და ისინიც ესე ვთქვათ აძლევდნენ საშუალებას ბოლოს სანამ მართლა არ გააკეთა ეს გადატრიალება, ხო? ერთი სასახლის მასშტაბში. ხო და მე ერთი კითხვა მაქვს რა. აი ჩვენ ხედავთ აი ამ გააქტიურებულ და მთლიანად პოლიტიზირებულ და დღეს უკვე აი მრავალჯერადი გაკოტრების შედეგად რა პარტიებიც დარჩნენ, ანუ პრაქტიკულად თამაშგარე მდგომარეობაში შინაარს დაკარგული, NGO სექტორი ამათთან შედარებით კიდევ უფრო მაღლა დგას. ის რაც არის, ის მიუხედავად მთელი დემონიზებისა და იმ თავისი ტოქსიკურობისა, რაც გააჩნია. და რატომ არ ხდება ტრანზიცია? ანუ ეს ხალხი თუ კი ესეთი მნიშვნელოვანია, ესეთ წარმოადგენენ აქ რაღაც ევროპულ ორიენტაციას თუ ასე შემდეგ, რატომ არ ხდება მათი კონვერტაცია პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებად, პოლიტიკური დღის წესრიგით და რაღაცნაირად ამითი შემოსვლა ამ დღის წესრიგში? ანუ მე ეს დღებია მუდმივად ვფიქრობ მარტივ მოცემულს, ანუ რა არის მოწინააღმდეგის სტრატეგია. მე კი მაქვს ჩემი ვერსია ეს რაც არის, მაგრამ რა არის სტრატეგია, როდესაც არსებობს მხოლოდ ორი ფორმა პოლიტიკაში მონაწილეობის. ან ეს არის ძალადობრივი, როგორც შეიძლება იყოს, რევოლუცია, რაღაც ხუნტა, პუჩი, გადატრიალება, სისხლიანი გინდა თუ სისხლო გინდა, ეს არის ერთი გზა, ძალადობრივი. მეორე მშვიდობიანი, რასაც ქვია, მშვიდობიანი ყოველთვის არის საარჩევნო. ამაზე უარია ნათქვამი. პირველი არ გამოსდით. და რატომ არ ხდება ამ ხალხის რაღაცა კუთხით მაშინ კონვერტაცია? ანუ რატომ არ შემოდის მაშინ რა არის ეს სტრატეგია და ტაქტიკა, რასაც ჩვენ უპირისპირდებით? ფაქტია, რომ ძალადობრივი გადატრიალების ნოვაციური მეთოდი აქვთ არჩეული, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც ისინი ადამიანებზე ახორციელებენ და რაში გამოიხატება ეს? რაც შეიძლება დიდი ტყუილი უნდა მოიგონო, ეს არ არის ახალი ტაქტიკა და ამ დიდი ტყუილის პირობებში ბოლომდე უნდა ამტკიცო ეს სიგიჟე, ისეთი როგორც მაგალითად ამერიკული ფარას კანონი, რომ რუსული ყოფილა ჩვენ შემთხვევაში და ამერიკის შემთხვევაში ფარა არის, ან ქართული ოცნება, რომ პრორუსული ხელისუფალია, ან პრორუსულს რა უჭირს? აღარ არის პრორუსული, პირდაპირ რუსულია და კრემლიდან იმართება და აქ არის ჩელიაბინსკი. ხო, აი ეს რადიკალური
ტოტალურად რეალობას აცდენილმა ბრალდებებმა რაღაცნაირად უნდა გამოიწვიოს კოგნიტური დისონანსი და ამით რაღაც კუთხით მათ უნდა მოემხროთ ალბათ ადამიანები, თუმცა გათვლა ალბათ სტანდარტულ შემთხვევაში მუშაობს და ჩვენ ვიცით ქვეყნები სადაც ამან იმუშავა, მაგრამ საქართველოს არასდროს არ იყო სტანდარტული შემთხვევა და არ ვიცი ყველაზე უკიდურეს სოფელშიც კი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ორი უნივერსიტეტი არ ქონდეს დამთავრებული, სახალხო სიბრძნე აქვთ ადამიანებს და ეს სიბრძნე რაღაცა შეგრძნებების დონეზე სწორ არჩევანს და სწორ გადაწყვეტილებას აკეთებინებს ქართულ ხალხს. ამის მიუხედავად მიყრუებულ სოფელში უფრო რეალურია, იმიტომ რომ ის რეალობასთან აქვს შეხება და მასზე რთულია. ეხლა რაც შეეხება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, პირიქით ორ უნივერსიტეტ უმაღლეს ბრწყალებში დამთავრებულ ადამიანებზე მოქმედებს და ჩვენ ხედავთ რამდენიმე ათას ადამიანს, რომელსაც ღრმად წამს აი ამ რეალობის, რაც ახლა აღწერეთ. აი ხა ამ ნაწილზეც რო გადავიდეთ. ეს არის ადამიანები, ვინც მოწამლეს რაღაცა იდეით, ააჟიტირეს ამ იდეით და იმდენად რაღაცნაირად აი გადაუსწორეს აზროვნება, რომ იმის იქეთ უკვე ალტერნატივა აღარ განიხილება. რა გონია ფიცოზე თავდამსხმელი, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი, ეს ადამიანებიც რაღაცა კუთხით იყვნენ სასარგებლო იდიოტები, შესაძლოა საერთოდ არ დასტურდება მათი პირდაპირ მიზანმიმართული დავერბოვკება იმ კუთხით, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ, თუმცა იმდენად გატენეს გარემო და მათი გონება და აანთეს იმ იდეით, რომ თითოეულ მათგანს შეეძლო, რომ ყოფილიყო მხსნელი თუ ადამიანის ლიკვიდაციას მოახდენდა და ჩვენ არაერთი გვინახავს ქართულ რეალობაშიც, ხო? ნუ მარტო ბატონი გედევანის თუ არ ვიცი სწორად ვამბობ სახელს ინტერვიუ რა დღირს, რომ დაწვას გვიპირებს და არ შევეცოდებით არც ერთი ჩვენგანი. ანუ ეს არის დამახინჯებული აზროვნების, მოწამლული აზროვნების ადამიანების ერთობა, რომელიც ყველაზე რაღაცა ისეთი ღირსეული იდეით დააწყებინეს, თუნდაც ან განათლება, ან რაღაც ამ თემაში შესვლა და ბოლოს მივიდნენ სექტამდე, იმიტომ რომ ზუსტად რელიგიასავით განიხილავენ, რომ უალტერნატივო არის, ანუ ვერ ხედავენ, ვერ ეხებიან რისიც წამთ, მაგრამ წამთ თვალდახუჭული და ბრმად. და ჩვენ თქვით, რომ ამ ყველაფრის რწმენას რჩებით ჩვენს რწმენაზე და ეს ჩვენი სარწმუნოება, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაარჩენდა ამ ქვეყანას, თავისი ყველაზე გამორჩეული ან ფილოსოფიურად დახვეწილი პოსტულატებით, გულისხმობ ანუ ქრისტიანულ პოსტულატებს, გადაგვარჩენს ეხლაც. ანუ პრინციპში ბევრმა რაღაცამ განაპირობა, რომ ამ დიდ ბრძოლაში საქართველოს გაიმარჯვა ქართველი ხალხით. ძალიან რაღაც ის პათეტიზმში გადავედი, მაგრამ ეს არ იყო მარტივი ბრძოლა, სადაც უბრალოდ რაღაცა ესე დადებული ფაქტების გაანალიზება გჭირდებოდა. აქ უნდა ქონოდა ძალიან დიდი რწმენა და დიდი ემოცია საკუთარი ქვეყნის მიმართ, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ წახვიდოდი იმ თავგანწირვაზე, რომელიც ჩვენ კი არა, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ გაიარა. და დღესაც გადის დიდი ბრძოლა თავის ისინი არ გაცლიან, რომ არც ვკითხულობ ხოლმე ხო მათ დაწერებს, ანუ იმ ადამიანებს არ აღწლიან მშვიდად ცხოვრება, ისაც უნდა უბრალოდ ეს სიმშვიდე, ეს ითვლება რაღაცნაირად კოლაბორაციად და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს უნდა იყოს მუდმივად განვანიზირებული რა ეს პოლიტიკური პროცესი. მე შარშან მახსოვს წლის ბოლოს იქ მე მგონი გახარიას პარტიამ და თვითონ გახარიამ გამოაქვეყნა მთელი დოქტრინა, რომ ეხლა ჩვენ უნდა გავიაროთ რაღაცა ფაზები რა, ჯერ ეს არის სანქციების, შემდეგ უნდა იყოს რაღაც სხვადასხვა რაღაც იზოლაციის, დელეგიტიმაციის სხვა ფაზები და ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ. ნუ სადღაც ზაფხულში მან აღიარა, რომ მთელი ეს ფაზები ჩავარდა და ამან არ იმუშავა რა. ამიტომ ეხლა ეს რო გამახსენდა, მე გადავხედე აი ბოლო 1 წლიან განვითარებას, ხო? 26 ოქტომბრამდე ყველაფერი იყო კარგად. ანუ ისინი დადიოდნენ, იძახდნენ, რომ ეს არჩევნების სისტემა ისეთია, რომ არაფერი არ დაიკარგება, არაფერი ვერ გაყავდება, ამის უბრალოდ კადრებიდან მტკიცებულებები არსებობს, ხო ესეა. შემდეგ ამ სისტემამ პირველად იმუშავა, რამაც აი სპეკულაციის ფანჯარა დახურა, როცა მთელი ღამე ყველა მთელი საქართველოს რო არ რეფრეშებს ამ ცესკოს იმას ვებგვერდს და რო იჭედება ბოლოს და ველოდები როდის გამოქვეყნდება რაღაც შედეგები და სტატისტიკა და როდესაც ყველაზე მეტი სპეკულაცია იბადება და ამ დროს ხდებოდა ხოლმე ხო ამ განწყობით манипуლირება ეს სივრცე დავიწყროვდა უბნების დახურვიდან საათ ნახევარში გამოქვეყნდა საკმარისი პირველადი შედეგი რაც კონფიგურაციის საშუალებას იძლეოდა და მათ უცებ ნახეს რომ ეს არჩევნები წააგეს
შემდეგ დაჭირდათ ერთი დღე აზრზე მოსასვლელად და შემდეგ თუ გახსოვთ სალომე ზურაბიშვილთან შეიკრიბნენ და მგონია რომ იქ რაღაცნაირად მიხვდებიან რომ ეხა ეს მოცემულობა რაც არის მათთვის არის მიღწევა და ამას მიიღებენ ამის ნაცვლად გამოდიან ეძახიან რომ არა ეს არჩევნები გაყალბდა დაურეკეს თავის უცხოელ მოკავშირეებს და იმათ უთხრეს რომ ეხა სასწრაფოდ დაიწყეთ ჩვენ გეთანხმებით გაყალბდა და ეხა დაიწყეთ მტკიცებულებების პოვნა შემდეგ დიდხანს ვერ ჩამოყალიბდნენ ხო რა როგორ და რას ეძებენ მაგრამ ეს იყო პირველი ფაზა 26 ოქტომბრიდან ანუ არჩევნების გაყალბებულად ცნობის და აი კამპანია და პროტესტი ამაზე აწყობილი რომელიც ჩვენ გვახსოვს როგორ მიინავლა და ჩავარდა ხო ბოლომდე არ გამწყდარა მაგრამ მაინც ნელა ამ მხარდაჭერა დაკარგა იმიტომ რომ ვერაფერი ვერ წარმოადგენს შემდეგი ფაზა იწყება აი ამ ღია გამოსვლების და არიქა როდესაც მოხდა ანუ აქ მისე მარშე იმჩნიეს ეს არჩევნები და მათ პირდაპირ ჩვენ ნახეთ ეუთოზე ზეწოლაც კი რომ მას სხვანაირის უნდა დაეწერა და სამი ანგარიში გამოქვეყნდა ხო შუალედური დასაწყისი და საბოლოო და როგორ იცვლებოდა თანათანობით ამ ზეწოლის ქვეშ მათი ენა და შემდეგ ჩვენ ვთქვით რომ იცით თუ თქვენ არ ცნობთ პრაქტიკულად ეგრე გამოვიდა რა აი ამ პარლამენტს ну მაშინ ჩვენ 28-ში აღარ ვივლით თქვენი დღის წესრიგით, ვივლით ჩვენი დღის წესრიგით, ხო რა თქმა უნდა ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას, მაგრამ უკვე აი ამ წესებით რა ეს ყოველ ჯერზე სასპეკულაციო ამ დღის მოლაპარაკების გახსნას არ გავხდით და შემდეგ დაიწყო უკვე ეს ცხელი ფაზა, ხო, რაღაც გადატრიალების, შტურმის, შეტევის და დაწვის, რომელიც ასევე ჩავარდა შემდეგ. მე ვნახეთ აი ეს თავარი რაც თქვი რომ ბულინგის შეურაცხყოფის აი ამ სანქციების დელეგიტიმაციის ეს ფაზა სადაც იანვრიდან ივნისის ჩათვლით და შემდეგ უკვე დაიწყო აქტიური საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იმისთვის რომ ეხლა საჭირო აჯანყება რევოლუცია და ეს განცხადებებით იყო სავსე და ეს მეოთხე ფაზამ უკვე კულმინაციას მიაღწია 4 ოქტომბერს ბოლოს ესეც ჩავარდა 4 ოქტომბრის შემდეგ იწყება, არ ვიცი, რაღაცა უკვე აბსოლუტურად სიურეალისტური და შიზოფრენიული ფაზა, იმიტომ რომ მათ ნახეს ყველანაირი დღის წესრიგი გაკოტრდა და უკვე აი რაზია პროტესტი ხშირად ვკითხულობ ხოლმე, უკვე ვეღარ ხვდები. მე ანუ უკვე იქცა რომ ეს არის უწყვეტი პროტესტი. ამის შიგნით რა დევს, მე უკვე აღარ მესმის. ხვდები, ანუ მოთხოვნა რა არის, მე ვერ ხვდები, ვინ ითხოვს. აი თქვათ მეუნებია რომ იქნება ვის უნდა დაველაპარაკოთ. ვინ არის მეორე მხარე? ანუ ეს შინაარსი ნელა გადნა, მივიღეთ ერთი უსახური რაღაცნაირი ჭრელი გარკვეული მასა, რომელსაც ერთი სახე არ აქვს, ხო მივინეს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, იქ თითოეული ინდივიდია წარმოდგენილი, რომელსაც თავის არჩევანს აკეთებს, მაგრამ ეს ადამიანები გაუგებარია რა ნიშნით, ხო, რომელიც უკვე მართლა გავს რაღაცნაირად პროექტს, ხო, ანუ არ უნდა იყოს ეს სახე არ უნდა ქონდეს, სახელი არ უნდა ქონდეს, მოთხოვნა არ უნდა იყოს, არაფერი. უბრალოდ პროტესტი. ანუ 4 ოქტომბრიდან დღემდე ეხლა რაც გრძელდება, ეს როგორ შეიძლება დავახასიათოთ და აღწეროთ. აი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც აი ფირი რო ჩაიხვევს და რომ ვერც გამომცვლელიც რო შემცვლელიც რომ არ ყავს და რაღაც გადამტვირთავიც. ფაქტიურად ესე აქვს ჩახვეული სცენარს. რომ ეს ადამიანები ზომბებივით უნდა გამოვიდნენ, დადგნენ, მიუხედავად იმისა, რომ 100-მდეც კი ვერ იკრიბებიან ხშირ შემთხვევაში, ანუ მოათავონეს რაღაც, ჩაამთავრონეს თავიანთი რიტუალი, სექტური და წავიდნენ სახლებში. ანუ იქ მერე ვიღაცას განარიდებენ, ვიღაცას კანონშეზომისად უპასუხებენ. ეს იქეთ დამატებითი გვერდითი მოვლენებია. ანუ ის დამუშავებული სცენარი, რომელიც გარედან იყო გაწერილი და აქ ფაქტიურად ამის განხორციელებას უყურებდით, გაიჭედა და შემცვლელიც ამ ფირის შემცვლელიც არ არსებობს, იმიტომ რომ უკვე ვეღარ მიხვდნენ, როგორ შეიძლება იმოქმედონ ქართულ ხალხზე. მოდით ახლა დავიწყოთ საიდანაც შენ დაიწყე ქრონოლოგია. უპირველეს ყოვლისა ძალიან ამაყივა რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ირაკლი კობახიძე არის რა თქმა უნდა მთლიანად აი ამ პოლიტიკის მწარმოებელი გააკეთა რომ ყველა შესაძლო ინტერპრეტაციის თუ სპეკულაციის ხრელი რაც შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილიყო ყველა ასე ვთქვათ ამოვავსეთ და არანაირი საშუალება აღარ დარჩათ რომ მათ რაიმე სპეკულაცია გაეგრძელებინათ. მათ შორის ძალიან საინტერესო იყო
თვითონ გაჟონვა, ანუ ბიულეტენზე მელანის თუ მარკერის გაჟონვასთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის არჩევნებზე კაცი შვილს აღარ უხსენებია ეს, ანუ მაშინ თურმე პრობლემა იყო ეს, რომ რაღაცა ხილვადი გახდა არჩევანი და ეხლა ამაზე აღარც იყო საუბარი, რამაც კიდევ უფრო სასაცილო გახადა ის არგუმენტი. და 300.000 ხმა და კარუსელი. აი ეს რელოს კამერები რო ეყენა იქ ბრიფინგზე ვნახე მე უბანზე აღარ დავყურები ვარ იყო თუ არა, მაგრამ აი იმა იპოვა კარუსელი. სწავლობთ იმუშავა, რაც თავარია სალომე ზურაბიშვილის ასე ვთქვათ სიძულვილით ახსავსე განცხადება კარუსელთან დაკავშირებით ყველას გვახსოვს, ანუ რაღაც გავიმეორებ. და მოკლედ წინა საარჩევნო პერიოდმა კარგად დაგვანახა, რომ მთელი დაწოლის წერტილი არა აქ ადგილობრივ უკვე ხელმოცარულ აგენტურაზე, არამედ გარედან წამოსულ განცხადებებზე წავიდოდა. გულისხმობ წინა საპარლამენტო არჩევნების პერიოდს. თქვენ ხედავდით, რომ არავინ არ დადიოდა ამ მრჩეველთან, არავინ რაღაც განსაკუთრებულ კამპანიას არ აწარმოებდა, მთელი კამპანია იწარმოებოდა გარეთ, განცხადებების, უცხოელი ევროპარლამენტარი თუ ამერიკის სახტების წარმომადგენლების მხრიდან და მთელი ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოდიოდა სწორედ გარედან. უკვე ამის ფონზე ცხადი გახდა, რომ მათი ტაქტიკური გადალაგება არა შიგნით ამ აგენტურის რაღაცა ტაქტიკური გადანაცვლებით ან ჩანაცვლებით, ან როგორც ჩვენ თქვით, NGO სექტორიდან ვიღაცების აქეთ შემოყვანით. არამედ მთლიანად გადავიდოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეაზე და იმ მართლა მნიშვნელოვან big idea-ზე, რომელთაც ჩვენს მოსახლეობას წლებია ვაცხოვრებთ, ხო? ანუ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, დღემდე, ანუ ქართული ოცნება არის, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების იდეის პოპულარიზაციას ახდენს და მთელი ამ პერიოდის მანძილზე კვლევებით სტარტება, როგორ იზრდებოდა მოსახლეობაში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა და ეს იყო ზუსტად ჩვენი დამსახურება, რომ ამ იდეით ავანთეთ და რაღაცნაირად მოვაწონეთ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას ბევრი დეფექტი აქვს და ბევრი ხარვეზი და მათ შორის პრობლემა, თუნდაც ფერმერების, რეგულაციების, ეკონომიკის, მწვანე ეკონომიკის, ბევრი კუთხით. მაგრამ ამაზე არც ვლაპარაკობდით, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი დიდი ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკური ოჯახის ნაწილი გამختارიყავით. როდესაც ამ ერთ ძლიერ გაერთიანებაში გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ზუსტად იმ ღირსეული იდეით დაერტყათ, რომლისკენაც ჩვენ პირიქით ძალიან ერთგულად მივდიოდით, მივხვდით, რომ ამის საშუალება არ უნდა მიგვეცა და პირიქით ჩვენ გავხეთქეთ ეს რაღაცა მახინჯი ბუშტი და ვთქვით, რომ თუ აპირებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოთ, ჩვენ დღესვე მზად ვართ, რომ მოვაწეროთ მოლაპარაკებების ეტაპს ხელი, მაგრამ ამით სპეკულირების საშუალებას არ მოგცემთ. აი, აქედან იწყება უკვე მეორე სერია, ნუ პირველი იყო ეს რუსული კანონი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დაბრენდა პიარულად და მეორე სერია, რომ საქართველომ გადაუხვია იმ რაღაცა ევროკავშირის გაწევრიანების იდეას, რომელიც ჩვენივე შემოქმედება იყო, ხო, ქართულ ოცნებას გულისხმობ. რა თქმა უნდა, ესეც დიდი ფარსი იყო და როდესაც აქ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე უყურებს, რომ ყველაფერს აკეთებს ქვეყანა ამ იდეის განსახორციელებლად. არაფერი არ დაუშავებია. არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ვერავინ ვერ გვიდასტურებს საწინააღმდეგოს. ეუთოოდირის დასკვნა ამბობს, რომ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად თავს ესხმიან უკვე არა მარტო ჩვენ, არამედ ეუთოოდირს აბულინგებენ, მის ხელმძღვანელს არ უშვებენ ქვეყანაში და აი ეს დიდი უსამართლობის რაღაცა ტალღა მოედინება. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევდა იმ რეაქციას, რაც 4 ოქტომბერს უკვე მეორე რაუნდზე ქართველმა ამორჩეულმა გვანახა. თითქმის ისეთივე აქტივობა იყო, რაც საპარლამენტო არჩევნებზე, რაც უპრეცედენტო არის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს უფრო მაღალსაც, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები უფრო დაბალ აქტიურობიანია და რაღაც კოეფიციენტით რო გადათვალო, ეს ნიშნავს, რომ ეს არის გაზრდილი მხარდაჭერა, რაც ის ოპოზიციური ძალები თვითონაც უნდა მიხვდნენ, რომ მათი კატასტროფული და რაღაცა განმეორებადი შეცდომა სპირალი აშიც შევიდნენ და შეცდომაზე უმატებენ. ხო ჯერ ტყუილის მოგონება გაყალბების, მერე ვითომ საერთო კანდიდატი, მერე ბოიკოტი, მერე ბოიკოტის გავრცელება ამ არჩევნებზეც ვერანაირი შეთანხმება. ეს ყველაფერი არის ჯერ ბოიკოტი, მერე შემოსვლა ნაწილი პარტიების, ხო ეს ყველაფერი არის ერთი დიდი შეცდომა. კი, არა თანმიმდევრული, არა ნორმალური და მეორე არის რომ აქ ადამიანი რომ უყურებს სრულებით სხვა რეალობას და გარედან გვარწმუნებენ სხვას, რა თქმა უნდა გიჩნდება ბრაზი.
და ამ ბრაზის გამოხატულება იყო ყველა ჯერზე აი ეს დიდი მობილიზაცია ქართველი ამომრჩევლის და ის გამარჯვება, რომელიც ამ ხალხთან ერთად ჩვენ მივიღეთ, ხო? მაგრამ საინტერესო არის როგორ გრძელდება ახლა პოლიტიკური ცხოვრება. როგორ შეიძლება გაგრძელდეს? თავიდანვე შენს მონოლოგში თქვი, რომ თითქოს ერთპარტიული არჩევნები, პარლამენტი. მე ვერ ვიტყოდი ამას. დავიწყოთ იქიდან, რომ პარლამენტის შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუ არ ჩავთვლით იმასაც, რომ პარლამენტში არის ორი განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფი. და იცით ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტები, რომლებიც თავისი იდეოლოგიით, ანუ რაღაცა საკითხების მიმართ განსხვავებულობით, რა თქმა უნდა, სრულებით აცდენაში არიან ქართულ ოცნებასთან, გულისხმობ ანუ განსხვავებულობას და მეორე, თავად ქართულ ოცნებაშიც რაც ჩვენ პარტიას რაღაც კუთხით მართლა უნიკალურს და ამდენი ხნის მანძილზეც მუდმივად არჩევაც ხდის, არის რომ ჩვენივე პარტიის შიგნით ხდება ხოლმე მუდმივი გაჯანსაღების პროცესი. მე არ მინდა, რადგან უფრო გლობალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ვსაუბრობ, ჩავეხო იმ გახმაურებულ საქმეებს, კორუფციასთან თუ არალეგალურად მიღებული თანხების გათეთრებასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად ის ფაქტი, რომ რაღაც ეტაპზე პარტია თავად იწყებს საკუთარ წიაღში რაღაცა პრობლემების დანახვას და აღმოფხვრას, მაშინ როდესაც ეს რეალურად ოპოზიცია უნდა გააკეთოს, მაგრამ ამას ვახერხებთ ჩვენ თვითონ. არა, ხო, მოუწია ქართულ ოცნებას შეეთავსებინა ის ფუნქცია, რაც ანუ მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს დადებითი, ასე ვთქვათ, ტრენდია. დადებითი ტრენდია ნამდვილად და მისასალმებელი ალბათ ერთი ამომრჩევლის გადმოსახედიდან. ამას წმინდა კომუნიკაციის ნაწილზე რო გადავიტანო, ეს ხვამის პროექცირება იყო, რომ ხშირად იყო, აი ამ რაღაცაეთ ჩახვეულ აქციაზე, რომელიც თავის ბუნებით სრულიად ანტიევროპულია. იმას ეძახიან პროევროპულ აქციებს და ეს არაფერი კავშირი არ აქვს პროევროპულთან, იმიტომ რომ ევროპა რასაც ლაპარაკობს გაერთიანებაზე, თანხმობაზე, მშვიდობაზე, არჩევანის პატივისცემაზე, ჯგუფებს შორის უმრავლესობა თუ უმცირესობა პატივისცემაზე, ყველაფერი ამის საწინააღმდეგო არის. გამოგონილი რაღაც ისტერიით, რომ ვაიმე ხვალ საბჭოთა კავშირში ბრუნდებით, ამის გამო ადამიანებმა მოაწყვეს აქ აბსოლუტურად სრული აგრესიის რაღაც შადრევანი ერთმანეთის რაღაც დაჭმა, ბულინგი, ხე ერთმანეთსაც ჭამენ, იქ აღარ ყოფნის ოპონენტი, ერთმანეთსაც ეწინააღმდეგებიან, ანუ დროზე ადრე მოიყვანეს ის რაღაცა ჯოჯოხეთი, რითაც გაშინებენ. ბოდიში, გურამ, აი საბჭოთა კავშირზე რომ აი ხალხს ეშინია საბჭოთა კავშირში ბრუნდებით. ანუ საბჭოთა კავშირი უბრალოდ სიტყვა ან ტერმინი ხო არ არის. ამ საბჭოთა კავშირის უკან იყო ის, რაც არ მოგწონდა, რა არ მოგწონდა. დირექტიული პოლიტიკა, შენ ქვეყანაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების ვერ მიღების ფაქტორი, ის რომ გარედან წყვეტდნენ შენს სრულ კონფიგურაციას და შემადგენლობას და ყველაფერი ის ცუდი, რაც ხდებოდა, ანუ სიტყვის თავისუფლების აკრძალვაც, ხო? აქაც საბოლოო ჯამში იქეთ მიდის და მიდიოდა პროცესები, რომ გადაწყვეტილება შენ თვე უნდა მიგიღო, სუვერენული არ უნდა ყოფილიყავი, ხელისუფალი მათ უნდა აერჩიათ, ვინც უნდა და ისეთიც კი შეეძლოთ მოეყვანათ, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ქართველი ხალხისთვის სრულიად წარმოუდგენელი პოლიტიკური დაჯგუფება და სიტყვის თავისუფლება. თურმე რაღაცას არასწორად რომ აკეთებენ ამას რომ იტყვი და აღნიშნავ, ეს ნიშნავს თურმე ევროპაზე და ევროკავშირზე თავდასხმას და ამის გულისთვის უნდა დაგასანქცირონ. ამაზე დიდ უსამართლობას მე არ ვიცი ხა ფაქტიურად რომ შეადარო პრინციპულად შეიძლება იმ მიდგომებში რომელსაც ეხლა ვხედავთ დიდი განსხვავება არც იყოს იმასთან შედარებით რაც არ მოგწონს რაც გადავაგდეთ და რისიც გვეშინია აზროვნების მსჯელობის დიალოგის დისკუსიის გაუქმება პოლიტკორექტულობის საბაბით აკრძალვა რუსული პროპაგანდა ამორჩა ანუ ვიღაცას ჯიბეში უდებს ექსკლუზივი რაღაცის ბირკა რომ მიაკრას თაგივით, რომ ეს არის რუსული და მორჩა ის ხდება დემონიზირება და ამას თვითონწყვეტს. დასანქცირებული ადამიანები რისთვის ვართ დასანქცირებული ვინმე გვეტყვის? ანუ რა კანონ დარღვევა ჩავიდინეთ, რა რაღაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა ჩავიდინეთ, არ არსებობს ესეთი. აი ეს დასანქცირება არის ზუსტად იმისთვის, რომ რასაც ისინი გიბრძანებენ, იმას არ აკეთებ. კი ბატონო, ანუ ეს მოცემულობა ამ ხრივ არის სწორედ ეს მაგიტომაც არის ეს ყველაფერი შინა არა მარტო გარეგნულად შინაარსობრივადაც ანტიევროპულია და რაღაცა ბუათი როცა გაშინებენ ჯერ არ მისულხარ ანუ არც მიხვდე ხვალ იცოდეთ გვიან იქნება ამიტომ დღესვე უნდა დადგეს ეს ჯოჯოხით და თუ ამ ქვეყნის განვითარებას რამე აფერხებს ის რაც საჭიროა ზუსტად ისინი არიან მოქმედი გმირები ვინც ამას აფერხებს ეხლა უკვე აბსოლუტურად გაუგებარი პრინციპი ანუ მარტივ კითხვაზე მაქვს
ვითხოვ პასუხს რა, თუ კი ოპონენტი არსებობს, რომ სულ არსებობს ორ გზას იცნობს სამყაროს, ხო, ძალადობრივს, მშვიდობიანს. ერთი არის დამხობა, მეორე არჩევნები. ამას ვერ აკეთებ. მაშინ თქვი რომ აი სანამ არ გავაკეთებ ლენინივით, მანამდე ეს უნდა ვცადო, კიდევ ბოლომდე ეს არის, ამას ნიშნავს. ან არის მეორე მშვიდობიანი, რომელზეც ასევე უარი გაქვს ნათქვამი და ნუ მაშინ რა გინდა? შესაბამისად, თუ კი ვინმეს პრეტენზია აქვს რაღაცა რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც ძალიან მშვიდობიანად ცდილობს, რომ ეს შეინარჩუნოს ზედმეტობის გარეშე, ეს ვთქვათ, ეს ვითარება, ამას აკეთებს ქართული ოცნება სწორედ, რომელზეც უწინასწარმეტყველებს, რომ ეს არის ისეთი სუსტი, რომ აი მალეც და ჩამოიშლებიან, დაჭამეს შიგნით ერთმანეთი და ნუ ისე რომ ამაზე კომენტარიც არ გაკეთებულა, ქართული ოცნება მეორე ხელით დაიწყო რაღაცნაირად აი ეს პროცესი შიგნით, ხო, გასწორების იმიტომ რომ ეს ხო ერთი მთლიანი კამპანია ყველას დაავიწყდა ეხლა როცა პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ილაპარაკა ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, როდესაც ხდება საწარმოების შემცირება, რაღაც დანაზოგის გაკეთება და ჩვენ ვხედავთ პრინციპში ტრანსფორმაციას. დღეს ვქონდა 30 ოქტომბერს იქნება თბილისის ახალი საკრებულოს შეკრება, ჩვენ ვქონდა ეს წინასწარი შეკრება, სადაც იყო პრემიერ-მინისტრი მოსული და თქვა, რომ ჩვენ ეხლაც ვართ ამ უნიკალურ მონაკვეთში, ან ბოლოს აღარც მახსოვს, როდის იყო, რომ 3 წლის განმავლობაში არჩევნები კონსტიტუციურად არ არის მოსალოდნელი. ესე იგი, მე გაგახსენებთ, როდის იყო 2021 წელს, რომ ჩავამთავრეთ არჩევნები, ქონდა ძალიან კარგი განცდა, რომ 2024 წლამდე, ანუ 3 წელი არ უნდა ყოფილიყო არჩევნები და ეს იქნებოდა რაღაც ამ პოლიტიკური ცხელი მომენტებისგან დაცლილი პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა გვეშენებინა ეკონომიკა, რეფორმები გვეკეთებინა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, მაგრამ 2022 წლის უკრაინაში მიმდინარე. და თებერვალში რამდენიმე თვე გავიდა. ხო, აი ძალიან მალევე, აი ეს იმედი, რომ რაღაცა მომენტი ეს ქვეყანა მოისუნთქებდა ამ პოლიტიკური დაძაბულობისგან, მოკლედ ასე ვთქვათ, უკვე გადაგვიწურა და შევედით ახალ ურთულეს დაძაბულობის ფაზაში, რომელიც დღეს შესაძლოა მინელდა იმიტომ, რომ სერიოზული ტექტონიკური ძვრები დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატებში დონალდ ტრამპის არჩევის შემდგომ და სრულებით შეიცვალა სახტების და მთლიანად ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც ჩვენ გვაზიანებდა. თუმცა რაც ახლა ჩვენზეც ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, ეს არის ევროპის და დასავლეთის ამ ნაწილის მასშტაბით ის პოლიტიკური გავლენები, რომელიც სამწუხაროდ ანტიდემოკრატიულ პროცესებს უწყობენ ხელს. და ის ზეწოლა, რომელიც ჩვენს მიმართ მოდის, რა თქმა უნდა, აი ამ მთლიანი ერთიანი გლობალური ომის პოლიტიკის ფარგლებში. ხო, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად წინ ვართ, იმიტომ რომ ის რაც სადღაც მერე მოხდა ამერიკაში, აწი მოხდება ევროპაში, იმიტომ რომ იქ ნელა ახლოვდება არჩევნები, ხო, ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად მზარდ კრიზისს, ხალხის უკმაყოფილებას, უკვე ეს ზამთარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ ენერგეტიკული პრობლემების მხრიდან ეს არჩევნები წინ არის მთელ რიგ საკვანძო ქვეყნებში, ხო? და ჩვენ ხედავთ იქ ცვლილებას თან ის პარტიების იდეოლოგიური კუთხით. ჩვენ ეს გარკვეულწილად გავიარეთ უკვე ეს პროცესი. ხო, ანუ ორმაგი არჩევნები, ერთი არჩევანი და შემდეგ აი მეორე, ხო იცი, თამაშიც ხო არის ხოლმე, აი რაღაცა მე სამართალს რო კიდევ თამაშობ. ეს რაღაც გავიარეთ და ხალხმა აჩვენა რა ეს დამოკიდებულება მთლიანად რაღაცა ურყევად ამ პროცესის მიმართაც ძალის გადამეტება ქვია, სამართლიანობას და კანონის დაცვას კანონიერება ქვია და ეს რაღაცნაირად უკვე შეთანხმებულია რა და ჩვენ ხა უყურებთ რომ აწი უნდა გავაგრძელოთ უკვე რაღაცა ამ მიღწეულის დაცვა. კი, უზომოდ საინტერესო პროცესი გავიარეთ, ალბათ ეს აუცილებლად უნდა გაგვევლო, მათ შორის იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვითაც, რომელიც 2012-ში უნდა მომხდარიყო, მაგრამ ალბათ ადვილი მისახვედრია ამის საშუალებას არავინ არ მოგცემდა, მაშინ როდესაც მარწუხებივით იყო შემოჭერილი ის გავლენა უცხოური, რომელიც შემდგომში კარგახანი მოგყვებოდა და შემდგომში უკვე NGO სექტორის ბრძანებლობაში გადავიდა და რაღაცა მომენტში გავარღვია ეს მარწუხები, მაგრამ ეს პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს, მათ შორის კანონის უზენაესობა, რომ ელემენტარულად თუ სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ შეუძლიათ ქუჩის გადაკეტვა, ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად უნდა იყოს რეაგირებული. თუ სხვა ქვეყნის შემთხვევაში მოლოტოვის კოქტეილი არის დანაშაული, სროლა, ამ შემთხვევაშიც არის დანაშაული. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან პესიმიზმშიც რომ არ გადავიყვანოთ მსმენელი. ანუ რა ხდება მომავალში? მოდი ამაზე. ხო, ეგ მაინტერესებს, გინდა იგივე. მომავალში ხდება რამდენი წუთის დაგვრჩა 1-5 წუთი ეს კანონების პარტიების აკრძალვის კუთხით და ეს
მომავალი რანაირია? მოდი მომავალში ცოტა დიდ სურათში რო გავაანალიზოთ, მომავალში ხდება ის, რომ ევროპა ნელ-ნელა მოიგება გონს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ერთ-ერთი უძლიერესი აქტორი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური იყოს იმ კრიზისში, რომელშიც ის ახლა არის. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წლის წინ თუ ევროპის წილი სოფლიო ეკონომიკაში 30% იყო, ახლა ჩამოვიდა 17%-მდე და გერმანიის ეკონომიკის ზრდა სადღაც 1-2% რო არის და ევროკავშირის ჯამურად ეკონომიკური ზრდა 0.02 თუ რაღაც აი მიმსგავსებული ციფრი არის, რომელსაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენ, რომ ესეთი შეიძლება ესეთი რეგრესი კონდეს ეკონომიკაში ევროკავშირს ამ მოცემულობაშია. მათ შორის ეროვნული და ხელისუფლებების მოქმედებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ ამ ქვეყნების ამომრჩეველს უკვე განაწყობს საწინააღმდეგოდ. მათ შორის არაერთი კვლევა ტარდება იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის არსებული კოალიცია მათი მოსახლეობის მოსაზრებით მალევე დაიშლება, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის, აი ამ პირობებში გერმანელმა ხალხმა, ამ ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ის არასწორი გადაწყვეტილებები ადეკვატურად მიიღონ და რეალურად მიიღონ, რაც ხდება. ამიტომ ეს პროცესები შესაბამისად გამოიწვევს, რა თქმა უნდა, დრამატულ ცვლილებებს, თუმცა ეს არ იქნება 1-2 წლის ვადაში, ამას ალბათ სხვადასხვა პოლიტიკური არჩევნების ციკლი დაჭირდება და ქვეყნების მიხედვით დაიწყება ამის ცვლილება. ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაზე, თუმცა რაც აუცილებლად დამაიმედებელი არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ევროკავშირისგან დამოუკიდებელ ეკონომიკურ სტაბილურობას ვინარჩუნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ასე ვთქვათ დამრტყმელი მექანიზმი გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგ, ეკონომიკა არის იმდენად სწორად აწყობილი და მათ შორის ბაზრები დივერსიფიცირებული, რის გამოც ჩვენ ასევე გვაკრიტიკებდნენ თუ გაიხსენებთ ჩინეთთან თანამშრომლობის, სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა არის სტაბილურად მზარდი, მსოფლიოს მასშტაბით ნომერ მეორე ეკონომიკური ზრდის ქვეყანა ვარ და ევროკავშირის მასშტაბით ნომერ პირველი. ამიტომ ეს უკვე ძალიან პოზიტიური მოცემულობა არის, რაც მყარ პოზიციებს გვაძლევს იმ დიდ გეოპოლიტიკურ თამაში, რაც არის და მათ შორის ის სტრატეგიული როლი, რომელიც ჩვენია. და ეს დაკავშირებადობა აზიასა და ევროპას შორის არის თავისთავად ის ძლიერი მხარე, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ნელ-ნელა უკრაინაში მიმდინარე ომი, თუმცა არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მალე, მაგრამ ნელ-ნელა წავა დასასრულისკენ. რა თქმა უნდა, რთულია, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის იმ პოზიციებიდან უკან დახევა, რომელიც მათ ახლა აქვთ და წარმოუდგენელი არის, რომ ამდენი ტერიტორიის ოკუპაციის და დაკავების პირობებში უკრაინის პრეზიდენტმა ახლა განაცხადოს, რომ უყრიფ არხმალს, ამიტომ რა თქმა უნდა ბოლომდე გაწელავენ ამ პროცესს, თუმცა ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიტიური ჩართულობა ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით ჩვენც ძალიან გვაწყობს და ძალიან გულშემატკივრობთ. ამიტომ ერთია, რომ ქვეყნის შიგნით ჩვენ ვიყოთ მყარად და ქართველი ამომრჩეველი იდეოლოგიურად საკმაოდ სწორად და პოზიტიურად აზროვნებს. მეორე, ხელისუფალი აკეთებს ყველაფერს, რომ ეკონომიკა იყოს მყარი, რეფორმები გაგრძელდეს, ჩვენს შიგნითვე მოვახერხოთ რაღაცა პროცესების გაჯანსაღება, მათ შორის ეს იქნება კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლა, საგანმანათლებლო რეფორმა, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით უფრო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასე შემდეგ, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ 2028 წელს ვფიქრობთ, რომ და მათ შორის პოლიტიკური პარტიების, იმ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა თავისი სუბიექტებიანად, რომ მათ არ შეეძლოთ ისეთ ოდიოზურ პირებს, რომელიც ქმნიდნენ ნაციონალურ რეჟიმს, მათ არ შეეძლოთ სხვა პოლიტიკური პარტიის დასახელებით არჩევნებში მონაწილეობის მიღება. რა თქმა უნდა, ეს უკვე მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს და ვფიქრობ 2028 წლისთვის, როდესაც უკვე შემდგომი საპარლამენტო არჩევნები არის, ჩვენ გვექნება ძალიან ისეთი ჯანსაღი და მშვიდი პოლიტიკური გარემო. ხო, იმედია, მთავარია რომ ჩემი აზრით მე იმას დავამატებ, რომ ის ვინც არ არის ქართული ოცნების ამორჩეველი, ვინც არის ოპონენტი, ის მიხვდება იმას, რასაც ვლაპარაკობ, რომ თუ ამ ქვეყნისთვის რაღაცა სიკეთის დროშით გამოდის და რაღაცა კარგი უნდა, პირველ რიგში აი ამ ფორმით, ამ მახინჯი ფორმით, ამ მრუდე ფორმით
წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ქვეყანას აზიანებს, თუმცა დანარჩენი ყველა ბრძოლა პირველ რიგში მათივე შეცდომების გამო ქართულმა ოცნებამ მოიგო და მათ უნდა მოძებნონ ახალი ფორმა და ჩამოყალიბდნენ და აერჩიონ. სხვა შორის მე მომწონს, იმიტომ რომ ეს პროცესი დაწყებულია, იქ უკვე ვნახეთ ჩვენ, რომ ეს აქცია იმართება ნელ-ნელა იღებს ძენს, ეს რაც სწორია, პოლიტიკურ ელფერს, გამოდიან პოლიტიკური ლიდერები, აყალიბებენ მოთხოვნებს და ეს არტიკულაცია მნიშვნელოვანია. სხვანაირად ეს მართლა რაღაც შეიძლება ერთგვარ სექტად იქცეს თანამედროვე ფორმის, ხო? და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ეს ამავე დროს არის სწორედ დაბადება იმ ახალი რაღაცა პარტიების თუ ამაზე მოთხოვნა არსებობს. ჩვენ დაველოდებით პროცესს, შემდეგ კიდევ გვექნება საშუალება, რომ შევაჯამოთ, როგორ ვითარდება ქართული ახალი ოპოზიციის დაბადების პროცესი. დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის. ჩვენი გადაცემა დასრულებულია და უბრუნდებით ხუთშაბათს.